ზუგდიდის ცენტრში ვართ, ზვიად გამსახურდიას გამზირი ნომერი 43 და ეს არის რესტორანი ოდიში, რომელიც ტიფანის ფერებშია გადაწყვეტილი. რასაც უყურებ, იატაკი გაწკრიალებულია, ჭერი მოპირკეთებულია, კედლები სუფთაა. ერთადერთი რაც ჩემთვას, რა თქმა უნდა, არ გამოეპარება და არავითარ შემთხვევაში არ მომეწონება, ეს რა არის? აი ეს აქ როგორ დამიკიდეთ, მითხარით, ეს რა არის? ხო იცით რომ არ შეიძლება. გამწოვი ნახეთ როგორი სუფთაა. აი შეხედეთ, გაპრიალებულია, იწმინდება, მართალია არა. უკან მიმაქ ჩემი სიტყვები, გასაწმენდია. მართალია, წვეთა არ მიმდინარეობს და აი აქ სუფთაა, მაგრამ სადაც ძირითადი გაწოვა ხდება, აუცილებლად არის სასწრაფოდ გასაწმენდი. რაც აი ძალიან მომწონს ეს ისერი, რომ ყველაფერი აბსოლუტურად არის უჟანგავი სამზარეულოში. აქედან გამომდინარე სამზარეულოს რესხვა დეზინფექცია არის ძალიან მარტივი და ეთყობა კიდევაც, რომ სამზარეულო კარგად იწმინდება. გასქურაცაც ეთყობა, რომ ახალია და გაწმენდილია და უვლიან. როგორც აი ისურება გამწოვი კონდენსატით, ასევე აი კოვზები, როდესაც არის აქ დაკიდებული, მე მესმის, რომ ძალიან მარტივია გამოყენებისთვის, მაგრამ ძალიან სწრაფად ისურება და ედება აი აქედან ამონაბოლქო კონდენსატი და აქედან გამომდინარე უნდა ეცადოთ, რომ აქ არ დაკიდოთ. ბადეები არის ფანჯრებზე და ესეც რა თქმა უნდა სწორი არის. კედლები არის ბოლომდე მეტალკაფელში ჩასმული და ძალიან კარგია, იმიტომ რომ მათი რეცხვა დეზინფექცია მარტივია და კარგად ხდება. გამოყენების შემდეგ რა ძალიან სიამოვნებს, აი ხორცის მანქანა არის გაწმენდილი, გარეცხილი და ესეც კარგია, იმიტომ რომ ყოველი გამოყენების მერე ხორცის მანქანა აუცილებლად უნდა ირეცხებოდეს. აქაც არის რაღაც პროდუქტები შენახული კონტეინერებში, მაგრამ აბსოლუტურად არც ერთზე არ არის ეტიკეტი. იგივე არის აქ ხორცის ფარში, არ ვიცით აი როდინდელია, აი ყველა კუთხეს გაჩვენებს. კონტეინერი არის სუფთა, გარეცხილი, სასიამოვნო, გასუფთავებული, მაგრამ აი კოვზი ჩატოვებული და ვადა არ არის მითითებული. მით უმეტეს, როდესაც ფარში არის შეზავებული უშუალოდ ხახვით და სანელებლებით და მწვანილით, კარგად ვიცით, რომ მისი შენახვის ვადა არის რამდენიმე საათი. კუთხეები დასასუფთავებელია, პრესის აპარატზე აუცილებლად უნდა იყოს დამცავი, იმიტომ რომ ხელი არ დაზიანდეს მომუშავე პერსონალის და ამის შესახებ კანონიც არის გამოსული და ჯარიმას ექვემდებარება. როგორც სულ და როგორც ყველა მაცივარში პრობლემა არის ეს კულერი. აი კულერის მდგომარეობა ეხა გაჩვენებთ, აი ნახეთ, აი. კულერის მდგომარეობა, კულერი უნდა იწმინდებოდეს. ძეხვი დაჭრილი აუცილებლად მარკირებული უნდა იყოს. ერთჯერადი კონტეინერებად არ შეიძლება ნაყინის ყუთები გამოყენებული იქნეს, ამის საშუალება ნებისმიერ ობიექტს აქვს, რომ შემოიტანოს და ყუთები მრავალჯერადი ყუთში მოათავსოს, კონტეინერში მოათავსოს პროდუქტი, აი ასე შენახვა პროდუქტის არასწორია და არ შეიძლება. პატარა, მაგრამ მყუდრო და ძალიან მიმზიდველი დარბაზია, მომწონს. ნახეთ როგორი ლამაზი ჭაღებია, სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა მასალის. აქ არის რბილი ავეჯი, ნამდვილად სუფთა ახალი ავეჯია და აი გაფორმებაც საკმაოდ სიმპათიურია, აქ ნახატებია, ნახეთ. ფიროსმანიც არის ეს გუსტავ კლიმტის სტილშია, ნახეთ ის რო არის ცნობილი კლიმტის კოცნა, ხო? აი ეს არის გაკეთებული ოღონდ ქართულ სტილში. ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება, ნეტა ვინ არის მხატვარი, მე მომწონს ეს ორიგინალი, რა თქმა უნდა, მაქვს ნანახი ვენაში და აგერ ქონიათ ვინ არის მხატვარი. კლიმტის ის არის, თაყვანისმცემელი ეთყობა. მოდი დავათვალიეროთ მენიუ, ნახეთ რა ლამაზი მენიუა. ტრადიციული ესეთი ქართული კერძები, ღვინო, ბროწეული, აი ნახეთ უკვე მენიუზე ის რო არის ესეთი ლამაზი სურათებით გაფორმებული, ახალი. უკვე მანიშნებელია, რომ აქ
იციან პატივისცემა სტუმრისადმი. ხარჩო 9 ლარი ვერ ვიჯერებ, რამე ხო არ შეგეშალეთ, 1-0 ხო არ დაკარგეთ. ელარჯი 15 ლარი, ღომი 8. ძალიან კარგი ფასებია. სურათზე ყველაფერი ძალიან ლამაზია, მაგრამ გემოზე ვერ გეტყვით, არ ვიცით. სამეგრელო, სამზარეულო განთქმულია მთელ მსოფლიოში. აქ ხორცი არის ჩაყრილი, სხვანაირად ვერ ვიტყვი სამწუხაროდ, აი ფარშები, ხორცები, კარტოფილი, ყველაფერი აბსოლუტურად ჰერმეტულად, არაჰერმეტულად. აი ნახეთ, ყველაფერი აბსოლუტურად არავითარ შემთხვევაში აი კანჭი ვერ ამოვიღე, არავითარ შემთხვევაში აი მდგომარეობაში არ უნდა იყოს. აქაც ყველაფერი უჟანგავი არის, ქვაბები სუფთა და გარეცხილი არის, გაპრიალებულია, ეს გასახდელი არის. ეს არასასიამოვნო მეგობარი, რომელიც გასტრისეს და გადაგდება დააუწყდათ. ეს არის მზა ნახევარ ფაბრიკატები, სისწრაფის გამო ყველა რესტორანი ამ ხერხს მიმართავს, ნახევრად საჭმელი გაკეთებულია და მე გაახლება ხდება, ზოგის ახლად გაკეთება ხდება. ყოველ შემთხვევაში ეს დაშვებული პრაქტიკაა და ამაში არანაირი დანაშაული არ არის, მაგრამ აუცილებელია, რომ ყველაფერზე უნდა იყოს ეტიკეტირება. ეს არის -16-17 გრადუსი, ანუ -მაცივარია, ყველაფერი ჩაყინულია, ეტიკეტირება არ არის. ეს არის ბრინჯი, ქათამი, ყველაფერი აბსოლუტურად ერთი არის, ამას ქვია დომხალი. წველი და ხორცი ერთად ყოლა დაუშვებელი, ერთ კონტეინერში. აი ეს არის უდიდესი დანაშაული. აი ყველა პირობა გაქვთ. ნახეთ, მე ეს ობიექტი, ვიცი, წლების წინ ვიყავი ამ ობიექტში, შემომიყვანეს და კომპოტია ისიც ვერ დავლი, იმდენად არ მომეწონა და დღეს რო შემოვედი, რადიკალურად სხვა ობიექტი დამხვდა, ძალიან ბევრი რამეა გაკეთებული. ძალიან კარგი ინვენტარია შემოტანილი, მაგრამ აი ნახეთ, კარგ კერძს რო გააკეთებ და სუნელები და მარილი რო არ უქნათ, აი გადასარევი ხორცით რო გააკეთოთ, იმას აზრი აქვს? არა. მაშინ მოდით, აი სანელებლებით და მარილით ზომიერად და გემრიელად უქნათ და გემრიელი კერძი შევქნათ. ანუ რაც გაქვთ გაკეთებული, აი ამდენი ნაშრომი წყალში არ ჩაყაროთ და სათანადო პირობებში შეინახეთ პროდუქტი. რესტორან ოდიშის ძველი წერტილი. აი რა გითხრათ, მოწესრიგებულია. ახალი კაფელი, მეთლახი სუფთა. მოდით შევიხედოთ, კი ბატონო, შავ ფერებში. აი ნახეთ ნიჟარაც, ონკანი, ყველაფერი შავ ფერებშია. ტრანტანტან. აი ოდნავ რაღაცა თხევადი საპონი, მაგრამ არის, ოკეი, ალბათ შეავსებენ შემდეგ და არის ნამდვილად ერთჯერადი ხელსახოცი. აი რა გითხრათ, სუფთა, იდეალური სისუფთავე ნამდვილად არ არის, მაგრამ აი ამ ტუალეტში შესვლა არ შეგეზარება და აი არ გექნება ის ზიზღის გრძნობა, როდესაც ზოგჯერ ტუალეტში შედიხარ და ქლორისუნი, ყველაფერი ისეთი. სხვათა შორის მენიუდან გამომდინარე უკვე მივხვდი, რომ იქნება კარგი და მოწესრიგებული რესტორანი. რესტორანი ოდიში, ზვიად გამსახურდიას 43, ქალაქი ზუგდიდი. თქვენ ხელმძღვანელი ბრძანდებით? მაშინ ერთი წუთი მობრძანდით ჩემთან. თქვენი სახელი? ბატონო გიორგი. ეს ტოსაფრები ხო გაირეცხა? ამ ტოსაფრებზე ჩვენ საჭმელს ხო ვჭამთ? აი ეს ტოსაფრები და სამოსი ერთად გარეცხვა და ეს რო ცალ-ცალკე არ გარეცხილა, ამას ხელს რომ მოკიდებთ, ვიხდებით. ერთნაირად არის მშრალი. სამოსი და ტოსაფარი ერთად არ უნდა გაირეცხოს არავითარ შემთხვევაში და ეს არის აი უდიდესი დანაშაული. მაგრამ ეს არ არის ხელმძღვანელების დანაშაული. ეს არის იმის, ვინც გააკეთა. აი ამას ისთვის იყენებთ, მითხარით ახლა. აი ისე მოსაწმენდა. მაგი გამოხარსულია ყველაფერი, მაგრამ ბინტებია. იცით რა კარგი ის იყიდება? არა, ბინტები მესმის, რომ ეს არის მარლა, რომელიც აფთიაქში იყიდება და მარლა არის, რომ კარგი შეწოვა მოხდეს, მაგრამ ძალიან ბევრი მაგიდის სტილოებია ასეთი და ყველაზე მარტივი და ყველაზე კარგი არის და არც გამოხარშვა არ დაგჭირდება და არც არაფერი, ერთჯერადი ხელსახოცები არასდროს. აი ეს საძაგლობა აქ აღარ შემოიტანოთ და მოაძვრეთ და პერიოდულად აი ესეც გოგოებს თხოვეთ და გაწმინდონ, ხო?